საწუხებს წამლების ფასი, რომელიც გაიზარდა და თავრობას თხოვს, რომ იქნება წამლების ფასიო დააფიქსირონ, ხო და არ მოგეწონებათ რაც ვიტყვი, მაგრამ სინამდვილეში თავრობის დამსახურება რომ წამლები ძვირია. თავრობამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ თქვენი წამლები იყოს ძვირი. ორი გზით. პირველი, წამლის შემოტანა არ შეუძლია ყველას. წამლის შემოტანა შეუძლია მარტო თავრობასთან დალაგებულ, ლიცენზია აღებულ დიდ კომპანიებს. და ეს კომპანიები რახან ცოტანი არიან, დაჯდებიან და იტყვიან, რომ აი მოდი რაღაცა, ამაზე ნაკლებად არ გავყიდოთ რაღაც წამლები. ან თუ არ უღირთ შემოტანა, იმას არ შემოიტანენ საერთოდ. ეს ერთი, ანუ იმისთვის რომ წამლები გაიაფდეს, ორჟამე უნდა მოხდეს. ჯერ უნდა მოხდეს ის, რომ წამლის შემოტანა, მაგალითად ევროპიდან, ამერიკიდან, ჩვენზე უკეთესი ქვეყნებიდან, ყველა შეეძლოს და თუ რომელიმე აფთიაქი ძვირად ყიდის რამე წამალს და სიტყვაზე 10 თეთრად შემოაქვს და ლარად ყიდის, ხო ძალიან ბევრია. აი, ყველას მაგალითად თქვენს მეზობელს უნდა შეეძლოს თავის პატარა ბიზნესის დაწყება და 10 თეთრად ჩამოტანა და 20 თეთრად გაყიდვა. ეს გამოიწვევდა იმას, რომ დიდი აფთიაქები ვერ მოახერხებდნენ წამლების ფასის რაღაცა გაზდას, აი მარტივად რა გიხსნათ. ეს ერთი. მეორე რითიც თავრობა მოახერხა, რომ წამლების ფასები ასე გაზრდილია, არის ფულის დაბეჭდვა, ლარებს ბეჭდავენ. ეხლა იკითხავთ, რა შუაშია ლარის ბეჭდვა და წამლებზე ფასის გაზრდვა, მაგრამ პირდაპირ შუაშია ბებო. პირდაპირ შუაშია, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, რომ თუ უფრო მეტი ლარიანებია ადამიანების ჯიფეში, ვიდრე პროდუქცია ეს წამლები, წამლების ფასი გაიზრდება. აი ეგეთი, აი როგორც ფიზიკის კანონია რა, სამყაროში ეგეთი კანონია ეკონომიკაშიც. თუ ბევრ ფულს დავბეჭდავთ და წამლები იგივე რაოდენობის დაგვრჩება, პური იგივე რაოდენობის დაგვრჩება, მანქანები იგივე რაოდენობის დაგვრჩება, გამოვა რომ ბევრ ადამიანს უნდა ამ წამლის ყიდვა, წამალი კი ცოტაა თვითონ რაოდენობით, ამიტომ აფთიაქი უყურებს რომ აი რიგი უდგას რაღაც წამალზე, ხო და რატო გაყიდოს 10 თეთრად, გაყიდის ლარად. გამიგეთ? ეგ ხდება, როდესაც თავრობა ბეჭდავს ფულს, იწოს ფასების ზრდას. ხო და თქვენ მეუბნებით თავრობას გადაეცითო, რომ წამლებზე რაღაც ფასი დაწიოს, ხო და თავრობამ თვითონ მოგიხერხათ, თავრობამ თვითონ მოაწყო ისე, რომ თქვენი წამლები იყოს ძვირი. ხო და აი რომც გადავცე, იზავენ იმას, რაც თქვენ გინდათ, ხო არ იზავენ. ამიტომ ხომ უნდა მისცეთ ისეთ პარტიას, აი მაგალითად ჩვენ რო გვიყურებთ. ჩვენ პოლიტიკური პარტია ვართ. გირჩი ქვია 36 ნომერი ვართ. მაგას ვიძახით, რომ ფული აღარ უნდა იბეჭდებოდეს, ფასები არ უნდა იზრდებოდეს და ყველას უნდა შეეძლოს შემოიტანოს წამალი და გაყიდოს, თუ ხედავს, რომ ვიღაცა ძალიან ძვირად ყიდის. თვითონ შემოიტანოს და იაფად გაყიდოს. ეს ხო ავტომატურად დააგდებდა ფასებს წამლებზე მათ შორის. ხო და აი სანამ თავრობას ეხვეწებით ეგეთ რაღაცას და ვერ ხვდებით, რომ თავრობა არის მიზეზი თქვენი ცუდად ცხოვრების და გაჭირვებაში ცხოვრების. იქამდე აი ვერ დაგეხმარებით. გიორგი მჭედლიშვილი, ყველას რომ შეეძლოს წამლის შემოტანა და გაყიდვა, მე იმ წამლის უსაფრთხოებაზე ვინ იქნება პასუხისმგებელი, ამ წამლით რომ ვინმე დაზიანდეს, თუ აუცილებელი იქნება რაღაც დოზის სახელმწიფოს კონტროლი ამ დროს. სახელმწიფოს შეუძლია აიღოს პრინციპად ესეთი რამე. ის ქვეყნები, რომელიც ჩვენზე უფრო მდიდრები არიან, ორჯერ უფრო მდიდრები, იქიდან წამლის შემოტანა შეიძლებადეს. და გამოდის, რომ შენ იქ დატესტილი წამალი შემოგაქვს უკვე რა. უსაფრთხოების ნაწილს მაგით მოხსნი, ჩვენ როგორც ღარიბებმა შეგვიძლია ვიპარაზიტიროთ დიდარი ქვეყნების რაღაცა რეგულატორულ ჩარჩოებზე, ეგ ერთი. და მეორე, როგორ აზღვევ ზოგადად იმას, რომ ადამიანებმა ერთმანეთი არ დააზიანოთ. მაგის არსება სასამართლოა. მაგალითად, თუ ჩვენ წესიერი სასამართლო გვაქვს, თუ მე რაღაც წამალი ვიყიდე ვიღაცისგან და იმ წამალმა დამაზიანა, იმიტომ რომ ეგეთი რამე ყოველთვის შეიძლება მოხდეს, ნებისმიერ არ არსებობს აბსოლუტურად სტერილური და დარეგულირებული სფერო, ყოველთვის შეიძლება მოხდეს. თუ იმ წამალმა დამაზიანა, მე უბრალოდ მივიდივარ და ამ კაცს ისე ურჩივლი და ისე დავსჯი, რომ მისი დასჯა იქნება სამაგალითო ყველა დანარჩენისთვის და დანარჩენები უფრო რახან ხარბები არიან ბიზნესმენები, ნახავენ რომ ცუდად მოქცევა და ცუდი წამლის შემოტანა, ფალსიფიცირებული წამლის შემოტანა მათთვის იქნება ფინანსურად ძვირი და ბევრად ნაკლებ შემოიტანენ. ესე მუშაობს ზოგადად ეკონომიკა და სამყარო.